მოგესალმებით მეგობრებო, დღეს კოცების მიერ რუსეთის და ირანის აგენტად შერაცხულ სამშობლოს მოღალატედ გამოცხადებულ გულბათ რცხილაძეს გარდაეცვალა მამა. მე მინდა მივსამძიმრო მას ამ რთულ დროს და განსაკუთრებით რთული არის, როდესაც ადამიანი ციხეში იმყოფები უსინდისო ბრალდებით, უნამუსო ბრალდებით და ამ დროს მით უმეტეს გამზრდელი მშობელი გარდაგეცვლება. მინდა მივსამძიმრო გულბათს, უსურვო გამძლეობა, უსურვო სიმტკიცე და ადრე თუ გვიან სანთელსაკვეველი თავის გზას იპოვნის, მაგრამ მე მინდა დღევანდელ ეგრეთ წოდებულ ქართულ საზოგადოებას შევახსენო თუ ვინ იყო გულბათ რცხილაძის მამა. ვიქტორ რცხილაძე იყო დიდი ქართველი ფილოსოფოსი, იყო თეოლოგი, იყო ისტორიკოსი, ასევე იყო მწერალი, მის კალამს ეკუთვნის არაერთი ძვირფასი წიგნი, რომელთა ნაწილიც თქვენ შეგიძლიათ აქ იხილოთ და განსაკუთრებით უკნიდან განათლებულებს და ეს რა ქვია, ბიზნეს გენერალს მინდა უთხრა, რომელმაც იარაღის დაშლა აწყობა არ იცის და გენერალ მაიორი არის, ბატონ დინარაძეს და მის უკნიდან განათლებულ საწყმოსოს წაიკითხონ ევროპა და საქართველო, ისევე როგორც ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციონერებმა, წაიკითხეთ ეს წიგნი და იქნება ცოტა გაგეხსნათ გონება, დაინახოთ უფრო მეტი, შეიგნოთ უფრო მეტი და იქნება ამ ადამიანის შვილის მიმართ ცოტა აზრი შეგეცვალოთ, ვინ შეიძლება იყოს აგენტი და ვინ შეიძლება იყოს სამშობლოს პატრიოტი. აქედან გამომდინარე, საქართველოს დაკარგა კიდევ ერთი ძალიან განათლებული ადამიანი. სამწუხაროდ ამ ადამიანს კოცებმა სიცოცხლის ბოლო წუთები ჩააშხამეს და მინდა უთხრა კოცებს, რომ იქნება გაიღოთ პატივი და შვილი მამის დასაფლავებაზე მაინც გამოუშვათ და დაატირებიოთ საკუთარი მშობელი მამა. არსად გულბათ რცხილაძე გამქცევი არ არის და არანაირი აგენტის არ არის, გუშინ წინ ირანის ელჩს ჰქონდა აკეთებული განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით და ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ და წაიკითხოთ. უბრალოდ მე მინდა ამ უსინდისო ადამიანებს ერთი რაღაცა უთხრა. ჯო. თქვენ ბინძურ პოლიტიკას რამდენი ადამიანი უნდა შეეწიროს? რამდენი ადამიანი უნდა შეეწიროს, მე არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, სტატისტიკა ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ნაცების რეჟიმიდან თქვენ დიდი ხანია აღარაფრით აღარ განსხვავდებით და აბსოლუტურად კალკირებული გაქვთ ყველანაირი ხელწერა. ისიც იჭერდა ასე უსამართლოდ ხალხს, ზოგს რუსეთის აგენტებს ეძახდა, ზოგს რას. გერმაისაი აყავდა დაჭერილი და ის საერთოდ სლოვაკეთის აგენტად ყავდათ გამოცხადებული. და ვისაც გაინტერესებთ თუ რის გამო იქნა გულბათ რცხილაძე დაპატიმრებული და რის გამო წაუყენეს ბრალდება, ეს მე მინდა შემოგთავაზოთ გულბათის ბოლო გადაცემა, რომელიც მას მიყავდა ტელერადიო კომპანია ობიექტივზე და თუ შეიძლება ნახეთ ეს გადაცემა, ცოტა იქნება გაგეხსნათ თქვენც ზოგ-ზოგი ერთებს, რო არიცით, რას ჭყაბნით ამ ადამიანის მიმართ გონება და არა მარტო ამ ადამიანის მიმართ, მიმდინარე მოვლენების და პროცესების მიმართ. აი ეს არის დღეს სამწუხაროდ საქართველო, სადაც არც სიტყვის თავისუფლება, არც აზროვნება შეიძლება ამ ქვეყანაში, არც პოლიტიკური განცხადებების გაკეთება შეიძლება და შეიძლება როგორც ერთი რიგითი, რა ვიცი, ალბათ რას შევადარო ეს მსხვერპლად შესაწირი ბატკანი, ისე ნებისმიერი ქართველი დაკლან ვიღაცის ბინძური პოლიტიკის გამო, იმიტომ რომ ვიღაცას ოკეანის გაღმა 100 სიამოვნ უნდა ის უთხრან, რომ აი ჩვენ აი რუსეთის აგენტი დავიჭირეთ და ირანის აგენტი დავიჭირეთ საქართველოში. მე მინდა გითხრათ, კოცებო, თქვენ ეს ძალიან ცუდად დაგიბრუნდებოდ, ძალიან მალე, ზუსტად მათ ვისაც თქვენ ეპათხალიმებით და ერთ ადგილას უძურებით, ზუსტად იმ დასავლეთს და იმ deep states ის იქნება, რომ გამოგიყვანთ თქვენ წირვას, რადგან თქვენ მთელი ერი გაწირეთ იმისთვის, რომ
და კონკრეტულად ბიძინა ივანაშვილმა გაწირა მთელი ერი იმისთვის, რომ თვითონ და თავისი ოჯახის უსაფრთხოება და თავისი გუნდის კეთილდღეობა ქონოდა კარგად და გვამადლიან აქ თავს, რომ ომი არაა და ომი არაა და ესე არაა და ესე არაა. რაც იქნება ქვეყანაში, ამას ძალიან მალე ყველა დავინახავთ. და კოცები განსაკუთრებით დაინახოთ, მე გაგახსენებთ იმ თქვენ წამოროშილ სიტყვებს, თუ რასაც ადრებდით ქართულ საზოგადოებას და ქართველებს და როგორ ექცეოდით იმ ადამიანებს, რომელ ადამიანებსაც შეიძლება ქვეყნის ბედი სხვანაირად შემოეტრიალებია. მე ვიცი და ჩემმა ოჯახმა იცის რა არის ეს უბედურება, როდესაც შეიძლება უსამართლოდ იყოს დაჭერილი ადამიანი და ამ დროს ოჯახის წევრები ასეთ დროს დარდსთა ფიქრს გადაყვნენ. ასე იყო მამა ჩემის ისტორიაც, რომელიც თავის დროზე ზუსტად დისიდენტური მოძრაობის გამო დააკავეს და მამა ჩემის დაკავებას გადაყვა ბაბუა ჩემის და მამიდა ჩემის სიცოცხლე. და ვიცი, რასაც განიცდის ახლა გულბათი იმ ჯოჯოხეთში, რომელიც ჯოჯოხეთშიც ხოცებმა ჩააგდეს. მინდა უსურვო ამ ადამიანს სიმტკიცე, გამძლეობა, უფალი ზემოდან იყურება და ჭირსაშიგან გამაგრება ასრე უნდა ვიტკირსაო და გამაგდით ძმაო და დანარჩენი ყველაფერი ხელის გულზე იქნება, როდესაც გამოხვალ გარეთ. ახლა კი ვისაც გაინტერესებთ, ნახეთ თუ რაზე დაიჭირეს ეს ადამიანი. გამარჯობათ პატრიცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ეთერშია ობიექტივი და მე გულბაათ რცხილაძე, საავტორო გადაცემის წამყვანი, რომელსაც ჰქვია მსოფლიო პოლიტიკა და საქართველო. მე როგორც შეგვირდით წინა გადაცემაში 9 მაისის თემას ჩვენ განვაგრძობთ, დღესაც მიმოვიხილავთ როგორ ჩატარდა, როგორ ჩაიარა ამ დღემ საქართველოში, ასევე რუსეთში, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში. თუმცა მანამდე მოკლე მიმოხილვას გავაკეთებ თქვენი ნებართვით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. თუმცა აქამდეც მინდა პატარა შესავალი გავაკეთო და გითხრათ, მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც უყურებთ ამ სატელევიზიო გადაცემას. ბევრი თქვენგანი კომენტარებით მეხმაურება, რომლებსაც მე ვკითხულობ, როგორც Facebook-ზე, ისე YouTube-ზე და ყველას მოგახსენებთ დიდ მადლობას, ძალიან ბევრი თბილი სიტყვა, დაფასება არის ჩემი შრომისადმი და ეს მაძლევს საშუალებას მორალურს იმისა, რომ მე გავაგრძელო მუშაობა ამ პროექტზე. ყოველთვის ასევე საინტერესოა ჩემთვის კრიტიკა, კრიტიკული აზრი, ასეცაც მივესალმები. თუ კი უფრო აქტიურად გამოთქვამთ, შენიშვნებსაც გარდა კეთილი სიტყვისა, საქმიანი კრიტიკაც ყოველთვის არის მისაღები და საჭირო გასაუმჯობესებლად მუშაობისა. ამავე დროს ვიტყვი, რომ კატეგორიულობა ჟელობაში მით უმეტეს ისე დიდ თემებზე, როგორიც მსოფლიო პოლიტიკა არის, ერთგვარ ჰორიზონტის ადამიანის აი ამ ჟელობის ავტორის სიმწირეს და სივიწროვეზე მიუთითებს. და ეხლა ბევრი მხდება მე ასეთი პუბლიკაცია სოციალურ ქსელებში, თუმცა არა მარტო სოციალურ ქსელებში, არამედ თითქოს ეტაბლირებულ მასმედიაში. და ახლა ერთ-ერთი წავაწყდი გადაცემისთვის მოვდიოდი ვკითხულობდი ჩინეთში ტრამპის ვიზიტის შესახებ და ვიღაც წერს, რომ აი მომისმინეთ, მე გეტყვით იქ რა იყო მთავარი, იყო ეს რაღაც პუნქტებს ჩამოთვლის. ნუ საოცრებაა პირდაპირ მე არ ვიცი ეს ხალხი საიდან იღებს ასეთ წყაროს, უშრეთ წყაროს იმისა, თვით დაჯებურებულობისა და ენერგიისა, რომ ხანდახან მშურს, რომ ეს რაღაცა ჩამორჩენილი ვარ და ეს ვიღაცა, ვინც გამოხდა, რომელიც არაფრის სპეციალისტი არა, არც სახელით წერს, არც გვარით წერს და უამრავი ხალხი კიდევ აყოლეებული ყავს და ისინიც რაღაცებს, აი ეს ტაივანი ესე იქნება, ისე იქნება, არაფერი ეგრე არ იქნება. ცოტა უნდა დავცხრეთ ალბათ რაღაცა ცოტა თვით შეფასებაში არ ვიყოთ რადიკალურები და არც სხვას შევაფასებთ რადიკალურად და რაღაც მოვლენებს. ეს რადიკალურობა ნიშნავს არასწორს საბოლოო ჯამში და შეცდომას.
და ასეთი შეცდომებით მიდის ქართული პოლიტიკა მთელი ეს წლები და აწლეულების მანძილზე. იმიტომ რომ ყოველი ჩვენი მართველი, ვინც კი მოდის სათავეში, თავს მიიჩნევს გენიოსად, არც მეტი, არც ნაკლები, ხო? ახლანდელი ვინც არის მართველი, დე-ფაქტო მართველი, რამდენი ახლა ეს პრემიერები და პრეზიდენტები უკვე დიდი ხანი აღარ არის სათვალავში ჩასაგდები, ისიც მიიჩნევს თავს გენიოსად, ხო? რამდენიმე მილიარდი იშოვა და მორჩა, ახლა მაღაზე ჭკვიანი აღარ არის მსოფლიოში, მსოფლიოში თუ არა, საქართველოში ნამდვილად არ არის. და ყველაფერზე ბრმად უნდა ენდო და რასაც ის იტყვის, ის არის კანონიც, წესიც და სიმართლეც. თუმცა ამაზე ახლა აღარ გავაგრძელებ სიტყვას, ჩვენ განვაგრძოთ ერთგვარი მსჯელობა, თავისუფალი მსჯელობა, რომელიც არავის არ მინდა რომ თავს მოვახვიო და ჩემი სუბიექტური შეფასებები ფაქტოლოგიასთან ერთად, რაც შეეხება კონკრეტულად ახლა ჩინეთში აშშ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიზიტს, რომელიც როგორც საინფორმაციო ძირითადი საინფორმაციო საშუალებები დასავლეთის ახლა მე ჩინეთის წყაროებიც გარკვეულწილად რუსულ ენაზე, ინგლისურ ენაზე რაც არის ხელმისაწვდომია, თუმცა ახლა უცბად რაც სახელდახელოდ BBC-ს გადავხედე და წერია აქ შეფასებებია უხვად ამერიკელი, ჩინელი ექსპერტების, რომ ეს ვიზიტი პეკინში დამთავრდა ფაქტობრივად კონკრეტული შედეგების გარეშე, თუმცა ეს არც იყო მოსალოდნელი, რომ რაიმეს ისეთ დოკუმენტს არსებიც ხელი მოეწერებოდა, რაღაც გარღვევა მოხდებოდა ორმხრივ ურთიერთობებში, არამედ თვით შეხვედრა არის მნიშვნელოვანი, რომ ჩინეთი და შეერთებული შტატები ცდილობენ ასე თუ ისე ამა თუ იმ გზით თავიანთი ურთიერთობები გააუმჯობესონ და ყოველ შემთხვევაში კონფლიქტამდე არ მიიყვანონ საქმე. ასეთი კონფლიქტის წყარო კი შესაძლოა გახდეს როგორც ტაივანის საკითხი, ისე სხვათა შორის ორმუზის სრუტეში და სპარსეთის ყურეში მთლიანად არსებული ვითარება, იმიტომ რომ ტაივანი გასაგებია რომ თქვათ თუ კი იქ მოხდება რაღაც დიპლომატიური ძვრები ამერიკის მხრიდან უარყოფითი ანტიჩინური და თქვათ აღიარებისკენ წავა ტაივანის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოსი საქმე, რაც მოსალოდნელი არ არის და ტრამპმა დაადასტურა და რუბიომ დაადასტურა რომ არ არის მოსალოდნელი, ან ეს ერთი წყარო, ან მეორე თუნდაც ის, რაზეც არ არის საუბარი აქტიურად, რომ არის ბლოკადა, ყოველ შემთხვევაში ბლოკადის, საზღვაო ბლოკადის მცდელობა შეერთებული შტატების მხრიდან, ირანისა და ეს ნიშნავს, რომ საზღვაო ბლოკადა მოქმედებს ურტყამს ჩინეთის ინტერესებს, რადგან თითქმის 100% ნედლი ნავთობის რომელიც ირანს გააქვს ექსპორტზე მიდის ჩინეთში. ჩინეთი არის მთავარი და უმთავრესი მომხმარებელი და მყიდველი ირანული ნავთობისა. და როდესაც შეერთებული შტატების ფლოტი ცდილობს გზა გადაუკეტოს ირანულ ტანკერებს და ასევე ირანის პორტებში შემავალ სხვა უცხოურ გემებს, ეს ნიშნავს იმას, რომ გადაუკეტოს გზა ჩინეთს. ჯერჯერობით ეს ყველაფერი ახალი დაწყებულია, ამერიკის ბლოკადა ასე ვთქვათ, და არ უგრძნია არც ჩინეთს, მით უმეტეს მაინც და მაინც მტკივნეულად და ჯერჯერობით არც ირანისთვის ყოფილა მტკივნეული ეს ბლოკადა, მაგრამ თუ კი ეს რაშიც მე სხვა შორის ჩემი ეჭვი მაქვს, რომ დიდხანს შეძლებს ამერიკამ ბლოკადის შენარჩუნებას, მაშინ თუ კი ეს მაინც ასე მოხდა, მაშინ რა თქმა უნდა კონფლიქტის პოტენციალი გროვდება ჩინეთთან მიმართებით, იმიტომ რომ ჩინეთი იძულებული იქნება ან უარი თქვას ირანულ ნავთობზე, რაც მისთვის ეკონომიკური დარტყმა იქნება და არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით პრესტიჟის კლებას გამოიწვევს, არამედ ასევე მაშინ ირანმა უნდა ჩინეთმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო მოწოდება ირანიდან, რაც გამოიწვევს ჩინეთის სამხედრო გემების ჩართულობას, რომ მათ უნდა გააცილონ გარკვეული ტანკერები ირანიდან ჩინეთისკენ და პირიქით. აი ამ და ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ორმხრივ ურთიერთობებში, ახლა არც ტრამპს უნდა ომი, არც სი ძინპინს უნდა ომი და ესმის ორივე მხარეს აშკარა ესმით მათ რომ ეს იქნება ორივე მხარისთვის ძალიან დამანგრეველი
და მთლიანად სოფლიოსთვის სხვათა შორის ეს გაცილებით დიდი კრიზისი იქნება, ვიდრე დღეს არის სპარსეთის ყურეში არსებული ვითარებიდან გამომდინარე და შესაბამისად ორი მხარე ცდილობს გარკვეულად მოაგვაროს ეს კონფლიქტური სიტუაცია და კიდევ ვიმეორებ, ამიტომაც კონკრეტიკაში ჯერ არაფერი არ გადაზრდილა. ძალიან საინტერესოა თვითონ რიტორიკა ორი ლიდერისა და როლები შეიცვალა ტრამპი, რომელიც მიჩვეულია ქათინაურებს და მას სხვადასხვა მსოფლიო ლიდერები უკეთებენ კომპლიმენტებს. ერთგვარად ისე რომ მისი გული მოიგონ, ან მისი ეგო დააკმაყოფილონ, რადგან ამ დონეზეა დასული შეერთებული შტატები, რომ ასეთი ტიპის პრეზიდენტი ყავთ, რომელიც ესე იგი ძალიან იაფფასიან მლიქვნელობაზე აგებს თავის ურთიერთობებს და აწყობს აი ამ მლიქვნელობაზე. ახლა თვითონ ტრამპს მოუწია ქათინაურები და ერთგვარი მლიქვნელობა ჩინეთის სახელმწიფო მეთაურის სი ძინპინის მიმართ და სი ძინპინი მას ისეთივე ღიმილით დახვდა, როგორც ყველას ხვდება, იმავე ვთქვათ, პუტინი იქნება ეს რომელიმე ლიდერი, ვთქვათ, ინდოეთის, თუ სულაც ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც მაპატიეთ, მაგრამ ასევე იყო პეკინში საქართველოს მთავრობის დელეგაცია და ასევე მიიღო იმავე ღიმილით ზუსტად, გამოჭრილი ღიმილით, როგორითაც ახლა ტრამპს დახვდა სი ძინპინი. და სხვათა შორის ძალიან დისტანციით, ისე გრილად, მაგრამ ის რაც მაინც მოხდა, რომ შეხვედრა შედგა, არის პროგრესი. ახლა მე გეტყვით, რომ თავარი პუნქტები, რაც განიხილებოდა ტაივანისა და იმავე სავაჭრო ომის მოგეხსენებათ, ეს ტრამპმა წამოიწყო ტარიფების ომი, პირველ რიგში ჩინეთთან, ასევე დანარჩენ მსოფლიოსთან, შემდეგ ეს შეჩერდა გარკვეულწილად რაღაც ზღვრამდე შედარებით გონივრულ, თუმცა მაინც არა გონივრული ზღვარი საბაჟო დანამატებისა, რაც დააწესა ტრამპმა და როგორც ამაზე პასუხი ჩინეთმა შეჩერებულია, მაგრამ ის მაინც მტვირთად აწევს ორმხრივ ვაჭრობას. შემდეგ ამის გარდა, ტაივანის გარდა და ჰორმუზის სრუტის საკითხის გარდა, ამერიკის ინტერესია, რომ ჩინეთმა ზეგავლენა მოახდინოს ირანზე, რათა ირანმა თქვას უარი ჰორმუზის სრუტის ბლოკადაზე და არა ამერიკამ მთლიანად შემდეგ უკვე ირანის ბლოკადაზე და ჩინეთი ამ მხრივ შედეგი რა არის, რომ არანაირ ვალდებულებებს არ იღებს. გარდა სი ძინპინის ღიმილისა, ტრამპს არაფერი არ რჩება საბოლოო ჯამში ხელში, როგორც შედეგი აი ამ ყველაფერისაგან. მაგრამ უფრო გრძელვადიანი, ასე ვთქვათ, ინტერესი ამერიკის არის ის და შიშები დაკავშირებული, რომ იუანი, ჩინეთის ეროვნული ვალუტა, რომელიც უკვე კარგახანია კონკურენციას უწევს ევროს, როგორც მსოფლიოს საგადასახადო საშუალებამ ნომერი 2. ანუ სავაჭრო ხელშეკრულებები და ტრანზაქციები SWIFT-ში განხორციელებული საბანკო ტრანზაქციები აჩვენებს პროცენტულად, რომ იუანი არის მეორე ადგილზე, ხან მესამეზე, ხან მეორეზე, ისე სტაბილურად დამკვიდრდა მსოფლიო წამყვან ვალუტათა ხუთეულში. ჩინური ვალუტა. მართალია ჯერჯერობით ამერიკული ვალუტა 50%-ზე მეტს იკავებს სტაბილურად, როგორც სარეზერვო ვალუტა მსოფლიოში და როგორც სავაჭრო ვალუტაც ასევე 80%-ს აჭარბებს შეერთებული შტატების დოლარი, ეს მაჩვენებელი, მაგრამ ის 4%, რომელიც ჩინეთს აქვს მაჩვენებელი ამ სავაჭრო დაახლოებით 4%, ცოტა ნაკლები შეიძლება ხანდახან მეტი, ეს უკვე დიდი მაჩვენებელია, იმიტომ რომ ევრო არის 3%-ის ფარგლებში, შემდეგ სხვა ვალუტები, შვეიცარიული ფრანკი, იაპონური იენი და ასე შემდეგ. ესე იგი, მიუხედავად დიდი განსხვავებისა პროცენტებში დოლარსა და იუანს შორის, იუანი არის ძალიან მზარდი გავლენის მქონე ვალუტა და ამერიკის ძლიერება, რომელიც მთლიანად საფინანსო სექტორზეა, ანუ არარეალურ ეკონომიკაზე, არამედ ფინანსურ სექტორზე
დამყარებული, ის საფრთხეს გრძნობს, რომ ეს 4% იუანისა შეიძლება ძალიან მალე გახდეს 50%. თუ კი ისე გაგრძელდა მსოფლიოში მოვლენები, როგორც დღეს მიდის და ამერიკის შესუსტება, როგორც იგი დღევანდელი ტემპებით მიდის. შესაბამისად, შეერთებული შტატების სტრატეგია არის მდგომარეობს იმაში, რომ ჩინეთთან არ გამოიწვიოს კონფლიქტი, აქტიური კონფლიქტი, მაგრამ შეასუსტოს მაქსიმალურად და შეაჩეროს ჩინეთის ეკონომიკური ზრდა და განვითარება, რათა ჩინეთი არ გახდეს შეერთებული შტატების ალტერნატიული საფინანსო ცენტრი მსოფლიოში. მე ახლა გთავაზობთ თუ შეიძლება რეპორტაჟი Deutsche Welle-ს რუსული სამსახურისა, რომ მაინც ვიზუალურად და კომენტარი გავიგოთ იმაზე თუ რა ხდებოდა ეს ჩემს მიერ მონათხრობი უკეთ კიდევ შევაჯამოთ. გთხოვთ. Большинство из этих детей еще даже не появились на свет, когда президент США в последний раз приезжал в Китай. Это было в 2017 году, и тогда в Пекине также встречали Дональда Трампа. Американский президент снова в китайской столице, но проблемы все те же. Торговые войны, конфликт вокруг Тайваня, растущее соперничество. Тем не менее, публично обе стороны демонстрируют подчеркнуто теплый тон. Президент США пообещал, что две страны ждет фантастическое будущее вместе и назвал Си другом. Большое уважение Китаю. Вы проделали такую работу. Вы великий лидер. Я всем это говорю. В США сейчас все говорят только об этой встрече. Это большая честь быть с вами и быть вашим другом. В центре переговоров 4 темы, и все на букву «Т» – торговля, технологии, Тайвань и Тегеран. В том, что касается войны США с Ираном, Си и Трамп согласились, что Ормузский пролив должен оставаться открытым, а поток энергоресурсов с Ближнего Востока – свободным. При этом в заявлении Белого дома говорится, что и Пекин, и Вашингтон считают, что Иран не может иметь ядерного оружия. А вот тайваньский вопрос в Китае назвали ключевым для отношений с США. Его обсуждение проходило за закрытыми дверями, а об итогах отчитался китайский МИД. При правильном подходе к этому вопросу двусторонние отношения будут стабильными. В противном случае возможны конфликты. Независимость Тайваня и мир в Тайваньском проливе также несовместимы, как огонь и вода. Для торговых переговоров делегации США и Китая встретились еще до приезда Трампа. По словам Си, они пришли к сбалансированному и позитивному соглашению. Напомним, что в первые месяцы своего нового президентского срока Трамп резко повысил пошлины, в том числе и для Китая. Но на встрече в Пусане в 2025 году двум лидерам удалось остановить эскалацию. Вместе с Трампом в Пекин приехали топ-менеджеры важнейших американских компаний. Гендиректоров отправили Apple и NVIDIA. Прилетел и Илон Маск. Для гостей провели отдельную встречу с китайскими бизнесменами, на которой председательствовал премьер Государственного совета КНР Ли Цян. Завершился день праздничным банкетом. Дональд Трамп пригласил китайского лидера в Вашингтон в сентябре, а Си Цзиньпин подчеркнул, что США и Китай должны быть партнерами, а не соперниками. Народы Китая и США – это великие народы. Достижение великого возрождения китайской нации и возвращение Америки былого величия вполне могут идти рука об руку, помогая друг другу добиваться успеха и способствуя благополучию всего мира. Примечательно, что ранее Си также упомянул ловушку Фукидида. Эта концепция описывает ситуацию, когда стремительный рост одной страны угрожает действующему гегемону. Согласно теории, это ведет к неизбежному столкновению. Си Цзиньпин выразил надежду, что США и Китай смогут обойти. ესე და ამრიგად ჩინეთის პოზიცია, როგორც მოისმინეთ სი ძინპინის, რომ ჩინეთის ზრდა და სიდიადე და ამერიკის დაბრუნება მის ძველ დიდებამდე შეიძლება პარალელურად მიმდინარეობდეს და ეს იყოს მთელი მსოფლიოსთვის სიკეთის მომტანი. და მან ასევე თიკიდიდეს ანტიკური ხანის ძველი ფილოსოფოსის და პოლიტოლოგის ცნობილი ეს ფორმულა მახე გაიხსენა, რომ ერთი სახელმწიფოს აღმავლობა და სწრაფი განვითარება შეიძლება საფრთხეს და უпрост შეიძლება კი არა საფრთხეს წარმოადგენს და საფრთხეთ აღიქმება იმ სახელმწიფოს მიერ, რომელიც არის გაბატონებული იმჟამად და მას არ უნდა რა თქმა უნდა კონკურენტის გამოჩენა.
და აი ამ მახეს სი ძინპინის თქმით ორივე მხარე გვერდს აულის, მას ამის იმედი აქვს. თუმცა ასევე როგორც უკვე ვთქვით, ჩინეთი არ ჩქარობს ფაქტობრივად წელავს მოვლენებს დროში და შეერთებული შტატებისთვის ის სწრაფი გადაწყვეტილებები, რაც ტრამპმა მიიღო, აქამდე სავაჭრო ომში ბევრს არაფერს ნიშნავს. ასევე საინტერესოა ერთი საკითხი გამოვტოვე ტექნოლოგიების საკითხი, იგივე რომ ჩინეთის ელექტრომანქანების ინდუსტრია მან ესე იგი აშკარად დაჩაგრა მასკის პროექტი Tesla, რომელიც ეხება ელექტრომანქანებს და ფართო ბაზარზე ჩინური მანქანები უფრო არის მოთხოვნადი და იგივე ის რომ ამერიკა გარკვეულწილად არის დამოკიდებული ჩინეთის რესურსებზე ამ იშვიათი მეტალების მოწოდების საკითხში. ესეც ბევრ რამეში აჩერებს ამერიკას და ტრამპს ხელფეხს უბორკავს. და ამიტომაც ის ცდილობს რომ მოლაპარაკების გზით მიაღწიოს რაღაცას ჩინეთთან. ჩინეთი ახლა უფრო ძლიერის პოზიციიდან საუბრობს და ჩინეთი აი ამ სამკუთხედში, რომელიც არსებობდა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, რა სამკუთხედს გულისხმობს შეერთებული შტატები, საბჭოთა კავშირი, შემდეგ რუსეთი, მოსკოვი და პეკინი, უშუალოდ ჩინეთი, ხო, ვაშინგტონი, მოსკოვი, პეკინი, ეს სამკუთხედი, აი აქ წამყვან როლს ყოველთვის თამაშობდა ხან შეერთებული შტატები, ხან საბჭოთა კავშირი, ჰენრი კისინჯერმა მოახერხა ის რომ ჩინეთი, რომელიც მაო ძედონი ისედაც უკვე ცუდად იყო საბჭოთა კავშირის მიმართ განწყობილი, რომელმაც საბჭოთა კავშირმა დაგმო სტალინი თვითონ ესე იგი თავის თავს ავნოდა საერთო სოციალისტურ მოძრაობას ავნოდა, ეს არ მოითმინა მაო ძედონმა. კისინჯერის მეცადინეობით ის საერთოდ გადავიდა უფრო ესე იგი ხის პოზიციაზე, შესაბამისად მან ჩამოაშორა საბჭოთა კავშირს ჩინეთი, მაგრამ ეს დრო უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა და რუსეთი, ახლანდელი რუსეთი ჩინეთთან აქტიურად თანამშრომლობს და ვლადიმირ პუტინი აი სულ მალე რამდენიმე დღეში ასევე ეწვევა პეკინს და ძალიან საინტერესოა როგორ განვითარდება ეს მოვლენები. ახლა მე გადავალ მეორე საკითხზე, ეს საკითხი მე ასევე დაგკვირდი თქვენ რომ საკმაოდ კარგახანი იქნება ჩვენი თემა, დროდადრო შეგახსენებთ ხოლმე ამის წინა გადაცემაზე ვილაპარაკე მე რომ ამერიკული დემოკრატია არ არის მაინც და მაინც მომხიბლავი და როგორადაც გვისაღებდნენ ამას ჩვენ 35 წელი და მომყავს ამის შესაბამისი დამადასტურებელი მაგალითები. წინა გადაცემის ფარგლებში აღვნიშნეთ ჩვენ იქ სექტანტების გავლენა ამერიკის პოლიტიკაზე და ეს სექტანტები რომ სიონისტების მხარდამჭერები არიან, ეს ამერიკული პროტესტანტიზმი, კალვინისტური პროტესტანტიზმი განაპირობებს ამას და დღეს გავიხსენოთ უბრალოდ რამდენი ესე იგი პოლიციური ძალადობა ხდება ამერიკაში. მე ახლა აღარ დავიწყებ ამის ვიდეო მასალების ჩვენებას, ყველამ კარგად იცით, იგივე ის ფლოიდი, მერე ეს რასისტული ხასიათით, მერე იმ რასისტული ის რომ მოკლა პოლიციამ ის ფლოიდი, მერე იმას კიდე თავისი სიგიჟეები მოყვა, გაგრძელება და ასე შემდეგ ეს გრძელდება. ახლა ტრამპის პირობებში ხოცავს სპეცრაზმი, რომელი შტატი იყო ჩრდილოეთის პატარა შტატი როა მინესოტაში. ხო, იგივე ამერიკელები დახოცეს, რომლებიც პროტეზზე, მშვიდობიან პროტეზზე იყვნენ გამოსული და ასე შემდეგ. ეს არის თურმე კლასიკური დემოკრატია, ეს არ არის არანაირი კლასიკური დემოკრატია. ახლა გთხოვთ ვაჩვენოთ დიაგრამა აშიში პოლიცია კლავს. ეს მე მოვამზადე თქვენთვის Google-ის ხელოვნური ინტელექტიდან ეს სტატისტიკა. 2021 წელს პოლიცია მოკლა 1188 კაცი. 2028 წელს უკვე 1269 კაცი იყო პოლიციის იარაღით მკვდარი, სიცოცხლეს გამოსალმებული. ესე იგი წელიწადში საშუალოდ 3.7 კაცი კვდება პოლიციის ხელით. ანუ ეს ძირითადად მამაკაცები არიან და ესე იგი მთელი სიკვდილიანობა ამერიკაში რა ძალადობრივად ხდება, თქვა დანაშაული და ყველაფერი ერთად, აი ამის 8% მოდის პოლიციაზე. ახლა ობიექტურობისთვის იმასაც ვიტყვი, რომ ეს ანგელოზები არ არიან, ვისაც პოლიცია ესვრის, 80% მეტი მე მგონი
იყვნენ იარაღით, ვინც მოკლა პოლიციამ, თუმცა ის 15-20% იყო უიარაღოთ, ვინც დახოცა ამერიკულმა პოლიციამ. ასევე ამერიკის პოლიციის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ყოველ შემთხვევაში დაფიქსირებული შემთხვევები კორუფციისა, კორუფციული გარიგებისა პოლიციელებთან არის მინიმალური, რაღაცა 1%-ის თუ ფარგლებშია, არა მეტი, მაგრამ სამაგიეროდ ამერიკის პოლიციის ეს მეორე დიაგრამაზე ვნახოთ 2024 წელია და ეს ასე კარგახანია უკვე არის, რომ რეგისტრირებული ძალადობრივი დანაშაულების მხოლოდ 44% აქვს გახსნილი. ესე იგი ძალიან დაბალ ეფექტურობას აჩვენებს პოლიცია გამოძიების თვალსაზრისით. ის ესე იგი დაძდევს ერთის მხრივ ბანდიტებს და არაბანდიტებსაც, ხშირად ერევა ერთმანეთში ეს ორი კატეგორია, ესვრის ხალხს კლავს, მაგრამ გამოძიებას დანაშაულზე ვერ აწარმოებს ისე როგორც საჭიროა. ამას უჩვენებს, ეს არის ამერიკული სტატისტიკა, ხო, ეს ხო არ არის საიდანღაც მოსული ისე. და წელიწადში საშუალოდ ბოლო პერიოდში 8 მილიონი დაპატიმრება ხდება ამერიკაში ყოველწლიურად. ესე იგი, ეს არის საკმაოდ ესეთი პირობითი დემოკრატია აი ამ პოლიციური თვალსაზრისითაც. ამერიკაში ასე ახლა ვახსენებ იმას, რომ ფული განაპირობებს არჩევნებში გამარჯვებას ამ ორპარტიულ სისტემაში და ეს საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო პერიოდის 2008 წლიდან რო განვიხილოთ, გთხოვთ ჩავთოთ შემდეგი დიაგრამა. არა, ეს ის არ არის, ну კი ბატონო, ესე გაეროს ექსპერტებმა აშშ-ს მოუწოდეს, რომ ჩაატაროს რეფორმები, მასშტაბური რეფორმები პოლიციის თვითნებობასთან დაკავშირებით და სისტემურ რასიზმთან დაკავშირებით. ეს ექსპერტებმა 2021 წელს გააკეთეს ეს მოწოდება. ახლა გთხოვთ შემდეგზე ისევ არჩევნების თემას რომ დაუბრუნდეთ, დიახ. ეს არის აი ძალიან საინტერესო აშშ პრეზიდენტის არჩევნებზე ჩატარებული კამპანიების ღირებულების დინამიკა. რას ნიშნავს ღირებულება? ესე იგი, რამდენი ფული შემოწირულობა გაკეთდა ამა თუ იმ კანდიდატის სასარგებლოდ. აქ ორ კანდიდატზეა ლაპარაკი, დემოკრატები და რესპუბლიკელები. 2008 წელს, როდესაც მაშინ ობამა და მაკკეინი იყრიდნენ კენჭს, დაიხარჯა თითქმის 2 მილიარდი დოლარი ორივე მხარის მიერ. 2012 წელს 1.4 მილიონი, როდესაც მაშინ ობამა მეორე მასე წავიდა ლეგისლატურულ პერიოდზე. შემდეგ 2016-ში 1.5 მილიარდი დოლარი, როდესაც ტრამპმა გაიმარჯვა. შემდეგ ნახეთ უკვე ეს ფასები, ასე ვთქვათ, ღირებულება ავარდა ცაში. თითქმის 4 მილიარდი 2020 წელს, როდესაც ბაიდენმა გაიმარჯვა, შემდეგ 2024 წელს ცოტა ნაკლებია, ცოტა არა, მაგრამ არ არის ისე დრამატულად ნაკლები. ასევე 3 მილიარდზე მეტია, 3 მილიარდ 330 მილიონი დოლარის ფარგლებში, როდესაც ისევ ტრამპმა გაიმარჯვა და სხვათა შორის ტრამპმა ჯამში ნაკლები შეაგროვა შემოწირულობები, მაგრამ ახლა ბოლო დიაგრამა ვაჩვენოთ, ვინ არიან მისი შემომწირველები. ეს გახლავთ ტიმოტი მელონი, რიჩარდ და ელიზაბეთ უეილეინები, ესე იგი ეს არის ძალიან დიდი კომპანიების მფლობელები. მირიამ ადელსონი, ეს ძალიან საინტერესო, ამ გვარს ჩვენ დაუბრუნდებით მომავალ გადაცემებში. ეს არის შელდონ ადელსონის, ეს დიდი ბიზნესმენის ლას ვეგასის კაზინოების მფლობელის ცოლი, ქვრივი, რომელმაც 136 მილიონი დოლარი შესწირა. იქ ზემო პიროვმა ორმა 197 და 129 შესაბამისად და ეს თქვენ ხედავთ სტაფილოსფრად, ეს არის რესპუბლიკელების შემომწირველები, ანუ ტრამპის შემომწირველები და ორია მარტო მაიკლ ბლუმბერგი და დასტინ მოსკოვიცი, რომლებიც არიან კამალა ჰარისის შემომწირველები ბოლო არჩევნებზე. დანარჩენები ილონ მასკი 132 მილიონზე მეტი, კენეთ გრიფინი, იასები და ასე შემდეგ, პოლ ზინგერი, ჰედж ფონდ ელიოტ მენეჯმენტის მფლობელი პრეზიდენტი. ეს ესე იგი დიდი ზვიგენები ამერიკული ბიზნესისა
გარკვეული ესე იგი პროფილის ხალხი და გარკვეული ინტერესებით აფინანსებდნენ და ეხლა მე რატო ვაჩვენებ ამ ხელა ციფრები, ხო, როდესაც 3 მილიარდი და 4 მილიარდი იხარჯება არჩევნებზე. ეს თავისთავად რა კავშირშია დემოკრატიასთან? ეს არის ფულის ბატონობა. კი, ტრამპმა უფრო ნაკლები დახარჯა ვიდრე ხარისმა და მაინც ტრამპმა მოიგო, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს უკვე, როდესაც ამ ხელა ფულებია გამოყოფილი ორივე მხრიდან. რო დაიხარჯება 1,5 მილიარდი საარჩევნო კამპანიაზე, ეს არ არის თავისთავად უკვე მოსყიდვა? ეს შეიძლება პირდაპირ ასე არ მიდის, როგორც ჩვენთან, რო იქ 200 ლარს რო უხდიან იქ ვიღაც საწოდავებს იმ სამეგრელოში, იმ ერეთში და აი სადაც ღარიბის სოფლები რო არიან. და მოისყიდიან და არა მარტო დასავლეთ საქართველოში, აქედაც, ხო? ეს ჩვენი საარაკო ტომარა კარტოფილი, ხო? ახლა კარტოფილი აღარ უკვე უფრო მეც ითხოვს ის ამომრჩეველი, ასე ვთქვათ, მაგრამ როდესაც ამდენი მილიარდი იხარჯება ამ ფსიქოზის შესაქმნელად, ამ ტექნოლოგიების გამოსაყენებლად, ამ ფსიქიკაზე ზეწოლის განსახორციელებლად, მასმედიიდან და ყველანაირი მეთოდოლოგიის გამოსაყენებლად, ეს მაპატიეთ, მაგრამ არის ზეწოლა. ეს ჩემი აზრია, მე ყოველთვის ხაზგასიმთ ვამბობ, როდის არის ჩემი აზრი და როდის არის რაღაცა ურღვევი ფაქტი. ჩემი შეფასება ეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბევრი თქვენგანი დამეთანხმება ამ შეფასებაში. გადავიდეთ უკვე ჩვენს თემაზე, უფრო საყვარელ თემაზე, 9 მაისზე. ეს გამარჯვების დღე, როგორც იცით თქვენ უკვე შესანიშნავად, პატივცემულო რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო და მოგეხსენებათ, მოსკოვში ჩატარდა ამ კლოუნმა ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ ნებას ვაძლევო პუტინს და რუსებს ჩაატარონ აღლუმი გამარჯვების დღესთან და ვისარგებლეთ შემთხვევით და ჩავატარეთ რუსეთში პარადი. გთხოვთ ნაწყვეტი ვაჩვენოთ აი ამ აღლუმი თუ პარადი, სულ ერთია, პარადით შეიძლება ქართულად ითქვას. გთხოვთ ჩავთოთ. Здравствуйте, товарищи! Поздравляю вас с 81-й годовщиной победы в Великой Отечественной войне. Красной площади в строю парадных расчетов более 1000 военнослужащих, участников специальной военной операции. Министр обороны Андрей Белоусов завершил объезд войск и направляется к центральной трибуне для доклада президенту Российской Федерации, Верховному главнокомандующему вооруженными силами Российской Федерации Владимиру Владимировичу Путину. Товарищ Верховный главнокомандующий вооруженными силами Российской Федерации, войска Московского гарнизона к параду в ознаменовании 81-й годовщины победы в Великой Отечественной войне готовы. Министр обороны Российской Федерации Белоусов. С праздником. Вольно!
შესანიშნავი პარადი ჩატარდა, მე თუ მკითხავთ და ახლა ზელენსკის კლოუნა და რა თქმა უნდა ხელი ვერ შეუშალა და იძულებული გახდა მას ნება დაერთო მოსკოვში აღლუმის ჩატარებისთვის და ბევრი ესეთი ლიბერალური საერთაშორისო გამოცემა ამბობს, რომ აი პუტინს როგორ გაუჭირდა, რომ ტექნიკა არ გამოიყვანა ამჯერად, სამხედრო ტექნიკა და შეზღუდული რაოდენობით იყო ეს აღლუმის მონაწილეები. კი ბატონო, არ გამოიყვანა, ეხლა 91 წელია უკვე ამ გამარჯვების, საიუბილეო თარიღი გასულ წელს იყო და არ შეიძლება ყოველ წელს ერთ და იმავე მასშტაბით, დიდი მასშტაბით ჩატერდეს ეს აღლუმი. მე ასე ვფიქრობ და აბსოლუტურად სწორია ეს გადაწყვეტილება. არ არის ამდენი ტექნიკის ხრიგინი საჭირო, თუმცა იქ საინტერესო ნაწილი მაინც იყო დემონსტრირებული და ამას გარდა თქვენ ნახეთ, რომ ჩვენი მასმედია რო ატყუებს ხალხს მუდმივად, რომ არავინ იქ არ ჩადის და მარტო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ჩვენს მიერ დაგმობილი და არაღიარებული, ანუ ჩვენი სუბიექტების ლიდერები დე-ფაქტო ჩავიდნენ. არა, იქ ნახეთ ყაზახეთის პრეზიდენტი, უზბეკეთის პრეზიდენტი, ლუკაშენკო ბელორუსიის პრეზიდენტი თავისთავად და სხვადასხვა სამხედროები აფრიკული ქვეყნებიდან, აზიის, იქ ჩრდილოეთ კორეა იყო წარმოდგენილი. ეს დიდი ძალა არის სამხედრო თვალსაზრისით მსოფლიოში, ასე არ არის, რომ ვიღაცა ხელწამოსაკრავი იყოს ამათი. და რაც შეეხება იარაღს, ჩავთოთ შემდეგი ვიდეო, თვითონ პუტინმა გააკეთა განცხადება, რომ გაუმჯობესდა და ახალი მოდიფიკაცია გაიარა ვოევოდას, ყოფილი ვოევოდას ტიპის საკონტინენტ შორისო რაკეტებმა და ახლა სარმატის სახელით, რომელიც არის ცნობილი. 2012 წლიდან მიმდინარეობდა მუშაობა ამ რაკეტებზე და ახლა უპატაკა გენერალიტეტმა, სამხედროებმა უპატაკეს პუტინს, რომ მუშაობა წარმატებით არის დასრულებული. გთხოვთ, ჩავთოთ პირი. Добрый день, Сергей Викторович. Вы меня слышите? Здравия желаю, товарищ Верховный Главнокомандующий. Пожалуйста, слушаю вас, Сергей Викторович. Товарищ Верховный Главнокомандующий, сегодня в 11 часов 15 минут ракетными войсками стратегического назначения проведен пуск новейшей тяжелой жидкостной межконтинентальной баллистической ракеты «Сармат». Пуск успешный, задача пуска выполнена. По результатам испытаний подтверждена правильность заложенных конструкторских и технологических решений, а также реализуемость ракетным комплексом заданных характеристик. Ракетный комплекс стратегического назначения стационарного шахтного базирования с межконтинентальной баллистической ракетой «Сармат» создается на замену комплексу советского производства «Воевода». По своим боевым возможностям «Сармат» превосходит своего предшественника и в первую очередь по дальности полета, забрасываемому весу, готовности к пуску, применяемому комплексу средств противодействия, позволяющему гарантированно преодолевать существующие и перспективные системы противоракетной обороны. Разработку комплекса осуществляет акционерное общество «Государственный ракетный центр» имени академика Макеева совместно с кооперацией промышленности. Положительные результаты пуска ракетного комплекса «Сармат» позволят нам до конца текущего года поставить на боевое дежурство первый ракетный полк, вооруженный данным ракетным комплексом в Ужурском соединении Красноярского края. Развертывание пусковых установок с ракетным комплексом «Сармат» значительно повысят боевые возможности наземной группировки стратегических ядерных сил по гарантированию поражению объектов и решению задач стратегического сдерживания. Задача, поставленная в данном пуске, выполнена. Дальше продолжим выполнение задач по постановке на боевое дежурство. Доклад закончен. Сергей Ильич, поздравляю вас. Желаю дальнейших успехов. И в этой связи скажу следующее. Работы по совершенствованию сил сдерживания были возобновлены в России и не прекращаются с начала 2000-х годов. Нам было тогда не до этого, надо прямо сказать.
Россия переживала очень сложный период своей истории. Но после выхода Соединенных Штатов из договора по противоракетной обороне в 2002 году мы были вынуждены, хочу это подчеркнуть, вынуждены задуматься над обеспечением своей стратегической безопасности в условиях новой реальности и необходимости сохранения стратегического баланса сил, паритета. ასე შეხვდა რუსეთი 9 მაისს 2026 წლის 9 მაისს და რა ხდება ამ დროს თბილისში ჩვენთანაც გარკვეული რაღაც საზეიმო ღონისძიებები ჩატარდა ამას ბოლოში გიჩვენებთ მოკლე ვიდეოს იქ ჩვენი მეგობრები საქართველოს უგდავი ჯარი ევრაზიის ინსტიტუტის მეგობრები იყვნენ პარკში და ამას ნახავთ თქვენ როგორ ჩაატარეს მათ ღირსეულად თუმცა უფრო მოგრძალებულად იყო ვიდრე გასულ წელს ასევე იმასთან დაკავშირებით რომ რგვალი თარიღი არ არის მაგრამ როგორ იქცევა ხელისუფლება ამ შემთხვევაში ისევ თბილისის მერიასთან მაქვს მე პრეტენზია როგორც ვაკის პარკში ისე ალექსანდროვის პარკში თბილისის გულში პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ. მე გუშინ გავიარე და სამოყვარულოდ ასე ვთქვათ მობილურზე ჩავწერე და იქვე ჩემი კომენტარებით ეს ვიდეო გთხოვთ ვაჩვენოთ. აი მოიცალა საფრანგეთის საელჩომ არ ვიცი ეს ახლა მადამ ზურაბი მიაწოდა ეს იდეა თუ როგორ მოუვიდა თავი ალექსანდროვის პარკში მოაწყვეს გამოფენა და აწყობენ აი დღეს ვიღებ ამას არის 14 მაისი თამარობა შეხედე უკრაინას და რაღაც სისულელების უკრაინის დამოუკიდებლობის ფრაგმენტული თხრობა ავტორი ოლექსანდრ გლიადიელოვი და როგორ მოიპოვა თურმე 91 წელს უკრაინამ დამოუკიდებლობა და ამაზე მერე იცეკვა აქ ნახევარმა საქართველოს, როდესაც იმ უკრაინამ გვაღიარა ტაში, ტუში ტაში. იყო რუსთაველზე ცეკვა თამაში. მაგრამ მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ ასეთ უბედურ დღემდე მიიყვანდა დამოუკიდებლობა. ნუ საქართველოზე უფრო წარმოვიდგენდით, მაგრამ ამხელა ქვეყანა უკრაინას, რომელსაც განვითარებული წარმოება და საზოგადოება ყავდა მაშინ. აი ეს გამოფენა, რომელიც 9 მაისის გამარჯვების დღის გამოფენის ნაცვლად ეწყობა თბილისში. მაინტერესებს ეს თბილისის მერია ახლა რამდენჯერ უნდა ვახსენო, ახლა ვინმე იფიქრებს რომ მე რაღაცა მჭირს, ესე იგი პირადი ანტიპათია მერიის და მერის მიმართ აბსოლუტურად არანაირად არც მეტად, არც ნაკლებად ვიდრე მთელი ქოცისტანის მიმართ, მაგრამ ეს უკვე ძალიან აუტანელი ხდება რა ჩვენ ქალაქში არის, როდესაც არც გამოფენა, არც კონცერტი, არც არანაირი სხვა რაღაც ღონისძიება არ მიეძღვნა 9 მაისის გამარჯვებას ფაშისტურ გერმანიაზე და აი მოყვება აი ამ ფერად რევოლუციებს საფრანგეთის საელჩო აქ პრეზიდენტის სასახლის წინ აწყობს აი ამას, რომ გამოვა მუსიე ყაბელაშვილი, ის შეხედავს ალბათ თუ რა ვიცი აქ თუ მოდის საერთოდ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტს გამოუფინა წინ მადამ ზურაბიმ, ყოფილმა პრეზიდენტმა, ახალ პრეზიდენტს გამოუფინა წინ ეს უკრაინული რაღაც მასალები. აი ნახეთ განადგურებული რუსული ტანკი ხარკოვის ოლქის სოფელ კამიანკასთან ახლოს, დეკემბერი 2023 წელი, ტაში. ძალიან ესე იგი შთამბეჭდავია თითქოს, ხომ? აი შემდეგი სურათი, კიდევ რაღაცა უკრაინული პოზიციები ნიკოლაევის ახლობლად, რუსეთის ძალები უტევდნენ ქალაქს, მაგრამ ვერ შეძლეს წინსვლა და უკან იხევდნენ. ესე იგი აქ არის სულ გამარჯვების რელაციები, რაც კი თან ახლავს ამ ეგრეთ წოდებულ გამოფენას და რატომღაც სულ არის შავთეთრი ფოტოები. ესე იგი ვითომ უფრო კლასიკურად რომ გამოჩნდეს, რომ ჩაანაცვლოს ალბათ დიდი სამამულო ომის ეპიზოდები და სხვა. აი მართალი გითხრათ, სამარცხვინო ეს ყველაფერი
აი გარეულია ახლა ქრონოლოგია, ახლა 2003 წელში დაუბრუნდით ისე 1 სექტემბერი ტრანსკარპატიის რეგიონი რატომ არის ასე გაუბედურებული, მაშინაც რომ ხომ არ იყოს. აი ასე მოკლედ აი ეს ხალხი უყურებს აქ, ტურისტები უყურებენ აი ამ სისულელეს, რომ ეს არის უკრაინის ასე ვთქვათ რაღაცა მემორიალური დაფა და ასე შემდეგ. აი ახლა მივედით თანამედროვეობამდე, არა, ჯერ 2014 წელია კიდევ და რაღაცა ხდება ილოვაისკში საქალაქო შეტაკებების დროს საბრძოლო მასალას ამზადებენ. ნუ ილოვაისკი პირწმინდად წააგეს უკრაინელებმა. შემდეგ კიდე რაღაცა ესეთი 22 წელი ეს უკვე რომანივსკის ხიდის ქვეშ კიევის მიმართულებით და მოკლედ ძალიან შთამბეჭდავი აი რა ბოროტი რუსები, როგორ გარბის ხალხი და როგორ ეხმარებიან მათ უკრაინელი პოლიციელები. და ასე შემდეგ, აი ესეც 2022 წელი, აი ეს ყველაფერი რაც მოუტანა დამოუკიდებლობამ ამ უკრაინას აწოდავს მართლა მარტინენკოს საოჯახო ბავშვთა სახლის ღურძეს 2001 წელი. პრინციპში რა არის, იცით მეგობრებო, რომ შეიძლება კარგიც გამოვიდა, აი ეს ყველაფერი რო არის ნაჩვენები, იმიტომ რომ აქედან ჩანს რა მოიტანა ამ ეგრეთ წოდებულმა დამოუკიდებლობამ, ასეთი დიდი და ლამაზი ქვეყანა, როგორიც არის უკრაინა, აი ამ ევროპის ქვეყნების წაქეზებით დაუპირისპირეს რუსეთს და ნუ შესაბამისად თავიანთი თავი იპოვეს მსგავსმა ოლექსანდრ გლადელოვებმა, მათთვის ეს არის პური და სანახაობა ერთდროულად და შესაბამისად ის ხალხი გაბრიყვებული უკრაინის მოსახლეობა, რომელსაც ეუბნებოდნენ, რომ რუსეთს მოაწერინებენ ხელს კაპიტულაციაზე ევროპა-ამერიკა და 3000 ევრო გექნებათ თქვენ თითოეულს თვეში ჯამაგირი რუსეთის რეპარაციების ხარჯზე. ხო, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ კიდევ ერთხელ შეკითხვა ისვის თბილისის მერიისადმი, საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ რა გინდა თქვენ საერთოდ? ვის მხარეზე ხართ საქართველოს მხარეს, აი ეს პაპუაშვილი რო ლაქლაქებს რაღაცას, რომ ესე იგი ჩვენ ვართ თურმე სამამულო ომში გამარჯვებულები შთამომავლები და თავის პაპას ახსენებს. რა ხდება? რატომ არ არის აქ ახლა ექსპოზიცია დიდ სამამულო ომზე? რატომ არ არის ჩვენ გმირებზე ლაპარაკი? რატომ აწყობს საფრანგეთის საელჩო თბილისის ცენტრში ამ უმსგავსობას, ეგრეთ წოდებულ გამოფენას? კეთილი მეგობრებო, აი მაინც შეხედეთ, რომ ეს ნამდვილად რა ადგილია, თბილისის ცენტრია, თბილისის გულია, აი ათონელის ქუჩა, პრეზიდენტის სასახლე თავისი ცნობილი ღობით, რომელიც ახლა დამაგრებულია. კეთილი. ბევრი არაფერი მაქვს დასამატებელი ამაზე, ასე ვექცევით ჩვენ საკუთარ ისტორიას, ვცდილობთ რაღაც ეპიზოდები ამოვჭრათ საერთოდ, მაგრამ არ გამოვა. და ამის საშუალებას არ მივცემთ ჩვენ, ის ხალხი, შეიძლება მაინც-ამაინც ბევრი არა ვართ, მაგრამ ძალიან ბევრი გვიჭერს მხარს მათ, ვინც გავდივართ აი პარკში, ახლა იძულებით კიკვიძის პარკში, ნახალოვკაში, არა ვაკის პარკში და გთხოვთ მოკლე ვიდეო, ვრცელ ვიდეოს ვეღარ ვაჩვენებ, უკვე დრო აღარ არის, მოკლე ვიდეო, რომელიც სპუტნიკმა გაუშვა აი მსვლელობის შესახებ, რომელიც შედგა ამ პარკში. В Тбилиси в День Победы прошло шествие «Бессмертное войско». Участники собрались в парке Киквидзе, у памятника герою Великой Отечественной войны Мелитону Кантария. Люди пришли с фотографиями родственников фронтовиков и портретами участников Великой Отечественной войны. Шествие прошло по территории парка ветеранов. Для участников акция стала возможностью почтить память погибших героев и вспомнить историю своих семей. «Бессмертное войско» стало аналогом акции «Бессмертный полк», которая ежегодно проходит в разных странах 9 мая. ეს მოძრაობა უკვე არის მოგეხსენებათ და მე გამოვაცხადე, ვისაც გაინტერესებთ, მე დავაარსე, მაგრამ აღარ ვარ მისი ხელმძღვანელი
და ბატონი გიორგი ხარიბეგაშვილი, ძალზე განათლებული, ნიჭიერი რუსული ფილოსოფიის ზედმიწევნით მცოდნე და ასევე სხვა სფეროში მომუშავე, თვითონ სამედიცინო სფეროში მუშაობს, ეს კაცი ჩაუდგა სათავეში და მე ვთვლი, რომ მას უნდა დაუდგნენ გვერდში ისინი, ვინც მიიჩნევს თავს, რომ არის აი საქართველოს ღირებულებების პატივისცემელი, დამოუკიდებლად იმისგან, ვინ რომელი პარტიის წევრია. ეს არ არის პარტიული მოძრაობა, ეს არის მოძრაობა საქართველოსთვის და საქართველო მოიაზრება არა რაღაც ცალკე იზოლირებულ პატარა ღობეთ, ორ ღობეთ, არამედ დიდ სივრცეთ იმ ევრაზიული სივრცის ნაწილი, მართლმადიდებლურია ესეთი მარგალიტი არის საქართველო აი ამ დიდ სივრცეში. და ყველანი უნდა დაუდგეთ ჩვენ გვერდში და მადლობა იმ მეგობრებს, ჩემს ძალიან ძვირფას ხალხს, ვინც იქ მივიდა, ყველას გიხდით მადლობას, ყველას გეფერებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ 9 მაისს გამარჯვების ამ ბრწყინვალე დღესასწაულს და ამჯერად გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე კარგად ბრძანდებოდეთ.